მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ისრაელ ადესანია შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ აპირებს რევანშს. კონორ მაკგრეგორმა დაწერა, რომ მას დაუსრულებელი საქმე აქვს მაიკლ ჩენდლერთან და რომ ის მხოლოდ სტადიონზე ბრძოლისთვის დაბრუნდება. საქართველოს სიამაყე გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება. ილია თოფურიამ კი მოსამზადებელი ბანაკი დაიწყო. თუ შენ მოგწონს UFC, მაშინ ეს კონტენტი შენთვის არის. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მოდი დავიწყოთ. მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ მახაჩევმა თქვა, რომ მას პატარა ბიჭებთან ბრძოლა არ სურს. მაგრამ ვინ არის პატარა? თოფურია არამქვეყნიურად დიდი სახელია. შენ დაამარცხე ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, ჯასტინ გეიჯი, ფაქტიურად მთელი დივიზიონი. და სისულელე იქნება თუ მახაჩევი გამართავს ბრძოლას ჩარლზ ოლივეირასთან და იქ დამარცხდება. უკანასკნელი სტაილბენდერი შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ რემატჩის ჩასატარებლად ბრუნდება. ჩემს მწვრთნელს და ჰანტერ კემბელს უთხარი, რომ დროა. უკვე ზუსტად ვიცი ვისთან უნდა ვიბრძოლო. სტრიკლენდს ვალი უნდა დაუბრუნო, განაცხადა ისრაელ ადესანი. კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლა სტადიონზე გაიმართება. და ამას დაამატა, რომ მას და მაიკლ ჩენდლერს დაუმთავრებელი საქმე აქვს. და რა თქმა უნდა, მაიკლ ჩენდლერიც მას დაელოდება. კონორ მაკგრეგორი წერს: წლები გავიდა და მანქანა ისევ მუშაობს. მერაბ დვალიშვილი UFC-ს ქამრის მცველი და ნამდვილი ვარსკვლავია. შეუჩერებელი ტემპი, რკინის ნიკაპი და მებრძოლის სული. მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი, მაგრამ ახლა ვხვდები და პატივს ვცემ. ხოჩახ ბიჭო, შენ რასაც აკეთებ, ნამდვილი მემკვიდრეობაა. ამბობს კონორ მაკგრეგორი. გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე დაბრუნდება. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომ ბრძოლა ყველაზე მეტად უყვარს და რომ არ შეუძლია ბრძოლის გარეშე. ამ კვირას დილით ის საქართველოს გაახარებს. ამაში კი 100%-ით დარწმუნებული ვარ. წარმატებები გიგა. გიგა ნინჯა ჭიკაძე. ილია თოფურიამ მოსამზადებელი ბანაკი დაიწყო. მოდი გავშალოთ. UFC 317-მდე 2 თვე დარჩა. მხოლოდ ერთი რამ ვიცით. იქ უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ბრძოლა, არამედ სატიტულო ბრძოლაც. და იქიდან გამომდინარე თუ რა ხდება დივიზიონში, ვის როგორი ტრავმა აქვს, ვის როდის აქვს ბრძოლა ჩანიშნული, მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ 28 ივნისს UFC 317-ზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა რჩება. ეს არის ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. ილია თოფურია ივნისში UFC 317-ზე უეჭველად იჩხუბებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვინმე სხვას რო ებრძოლოს კამარაზე. ეს რა თქმა უნდა შესანიშნავია, მაგრამ ხალხს მახაჩევი სურს. ეს ბრძოლა უკვე ფორმდება. მახაჩევი თოფურიას წინააღმდეგ. ივნისში საქართველო იფეთქებს. დღეისათვის სულ ეს იყო. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.